სისხლის შემოქმედებით მოწყობილი ინსტრუმენტი და ის ყველაფერს ეგუება, ოღონდ ამას ეგუებას დრო ჭირდება. ესე იგი, ისევ ის ქიმიურად დაბინძურებული პროდუქტი, ისევ სტრესია. ის ფიზიოლოგიური სტრესია, ფიზიკური სტრესი სიტყვას ორგანიზმში. ორგანიზმი არ მოელის ასეთი პროდუქტის მიღებას. არის იმან როგორ მოექცეს აი ამ პროდუქტს, რით გადაამუშავებს და ხდება დალექვა. და აქედან გამომდინარე უამრავი ავადმყოფობები. მაგრამ აი თუ კიდევ ერთი რჩევის სახას თუ დაარქმევდით ამას, ეს არის ის, რომ უნდა გავიხსენოთ ჩვენი წინაპრების პრაქტიკა, მას უნდა გავშერებით. პროფილაქტიკა. წელიწადში ერთხელ გაზაფხულის ბუნიობის დღეს, ეს არის 25 მარტი, წურბელებს ისვავდნენ ყველა. წურბელაზე იტყოდნენ, რომ ავის სისხლი მიაქვსო. და ნებისმიერი ჩვენი სტრესული მდგომარეობები, არასწორი კვება, ყველაფერი ეს სისხლზეა ისახება და სისხლია ბოლოს და ბოლოს ანარეკლი ჩვენი შინაგანი მდგომარეობისა, იმისი გასუფთავება ბუნებაში მხოლოდ წურბელით არის შესაძლებელი, სხვა არაფრით. საუბედუროდ და სამწუხაროდ გაქრა ეს წურბელები. აღარ არის წურბელები. და ჩვენი წინაპრები ამით იდგენდნენ წონასწორობას. წელიწადში